ცოტა ხნის წინ, ერთი-ორი კვირის წინ, პატარა ბავშვები ყავდათ, შეკრება იყო რაღაც ლანჩი დავდეთ. ისინი რომ ხდარ იყვნენ, ჩამასობით კილო. ეხლა ესეთი სქელი ის არის, გიფსოკარდონს ეძახიან, დასველებული ჩამოცვიდა სუმთლიანად. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს უკვე ხელშეკრულება ხელოსნები ყავდა მოყვანილი ხელშეკრულება გავაფორმოთ უკვე ვაფორმებთ ერთ-ერთ ორგანიზაციასთან და უკვე დღე-დღეზე ალბათ შეიძლება უკვე აი მომავალ კვირაში უკვე მთლიანად ჩეკეტეს სახურავით ინტერიერი შეიღოს მთლიანად მოწესრიგდეს მთლიანად კაფე. ადრევე ჩამოდიოდა წყალი ჩვენს წინ ვისაც აქ ჰქონდათ თვალიდან გამოდიოდა წყლები შიგ ისე რომ ფიცრები ყველა გაძეგ მაისის თვეში იყვნენ წარმოადგენენ უთხარი წვიმად ჩამოდის ნახეს ავიდნენ კი ჩამოდის იმის მერე აღარავინ მოსულა აღარავინ შეტყობინებას ბრძანდი არავინ არ მოდიოდა ბოლოს მერე ხამზამთარს უკვე აღარ შეიძლებოდა უკვე ხალხი გამოდიოდა გარეთ მერე თვითონ მოგმართებს ახან აღარ ვიხდიდით ფულს იმიტომ რომ წყალი იყო ფაქტიურად არც ვაჭრობა აღარავინ აღარ შემოდიოდა გაგვიუქმეს ხელშეკრულება კი ბატონო ლატვია ანუ წესით უნდა იცოდეთ რატო აღარ ფუნქციონირებს არა მე ხო გითხარით რატო არ ფუნქციონირებს ამ არა დეტალები თუ დეტალები გაინტერესებთ თქვენ შეგიძლიათ არსებობს იურიდიული სამსახური კულტურული მემკვიდრეობით შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ და დეტალურად იქიდან გამოიგულოთ ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერი დოკუმენტი თუ რატო შეწყდა დღეს ახლა მოვალ დღესაც იძახიან მოვიდნენ არ მოსულა ხომ უნდა მოვიდნენ ნახონ ადგილზე